როგორ აღინიშნა ქუთაისში ეროვნული დღესასწაული, რა ხდებოდა 26 მაისს ჩვენს ქალაქში და რა მიზნით დაფუძნდა ახალი ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა. თემაზე სტუმართან ასოცირებულ პროფესორ და სამოქალაქო აქტივისტ, საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისის ერთ-ერთ დამფუძნებელ მაკა ხეცურიანთან ერთად ვსაუბრობთ. მაკა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს. მოგესალმებით თამუნა, ტელეკომპანია მეგას მაყურებელს ულოცავ და მთელ საქართველოს ულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. დღეს 26 მაისია და ვფიქრობ, რომ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დღეს ყველანი ერთად ვიდგეთ და ყველამ ერთად აღონიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ვიდრე უშუალოდ ასამბლეის დაფუძნებაზე გადავიდოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად ღირსეულად აღინიშნა 2025 წლის 26 მაისი წელს ქუთაისში და თუნდაც საქართველოში. მოგეწონათ თუ არა ის ღონისძიებები, რომლითაც ჩვენი ეროვნული დღე აღნიშნეთ? რომ გითხრათ, დიდად თვალყურიც არ მიდევნებია, მაგრამ ის რაც ვნახე რომ აი როდესაც ქალაქში დღეს ჩვენ დავაფუძნეთ ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმა საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისი, ეს გახდა სწორედ ცენტრალური მოედანის გვერდით მდებარე მერაბ კოსტაბას სახელობის სკვერში. როდესაც გავიარე ცენტრალურ მოედანზე, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მომიწია დღეს გავლა, აბსოლუტურად იგივე სიტუაცია, იგივე გარემო, რაც იყო გუშინ წინ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ალბათ იმიტომაც რომ ბალახვანში გადაიტანეს ასაფეხურიანი გადატანილი, მაგრამ ის რომ ელემენტარულად ასეთი მნიშვნელობის დღე არის დღეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ქალაქში ცენტრალურ ადგილშიც ასევე უნდა იგრძნობოდეს. თუნდაც მხოლოდ აი ესეთი ვიზუალური მასალით, აბსოლუტურად არავინ. დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისი დაფუძნდა და ძალიან საინტერესოა, ვინ არიან დამფუძნებლები ამ პლატფორმის. ეს პლატფორმა რას ისახავს მიზნად და რა მისია ექნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში? კი, სიამოვნებით გიპასუხებთ, რადგან დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის, რადგან დღემდე ჩვენ მოქმედებდით და ვარსებობდით მხოლოდ ინტერეს ჯგუფის სახით. დაახლოებით 140-მდე წევრი არის გაერთიანებული აი ამ ინტერეს ჯგუფში, რომლებიც უკვე დღეიდან ოფიციალურად გავხდით საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისის წევრები. რაც შეეხება უშუალოდ ეს პლატფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იმ პოლიტიკური მოვლენებიდან, რაც დღეს საქართველოში ხდება. საზოგადოებრივი პლატფორმა ეს არის დეცენტრალიზებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და შინაარსობრივ დიალოგზე დაფუძნებული ერთობა, სადაც შესაძლებელი არის თითოეულმა მოქალაქემ, ნებისმიერმა 18 წლის ზემოთ მყოფმა მოქალაქემ, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესი არის დასავლური ღირებულებები და ფასეულობები, ვინც თვლის, რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და არავითარ შემთხვევაში რუსულ გუბერნიად ჩვენი მომავალი არ ვერ წარმოგვიდგენია და ვინც ასევე თვლის, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია, ყველასთვის არის ჩვენი კარი ღია. ანუ ნებისმიერ ადამიანს საქართველოს მასშტაბით შეუძლია შეავსოს სპეციალური ფორმულარი და გაწევრიანდეს პლატფორმის. არსებობს ცალკე ფორმულარი მთლიანად ასამბლეის, მაგრამ ქუთაისის მოქალაქეებისათვის ჩვენ გვაქვს ცალკე ფორმულარი, რომელიც არის თვითონ საზოგადოებრივი ასამბლეის გვერდზე, ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც არის რეგიონები, სადაც არის ქუთაისი უშუალოდ მითებული, იქ არის ეს ბმული, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანდეს და შეუძლია ამ ფორმით მიიღოს მონაწილეობა იმ ცვლილებებში, რაც არათუ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე არ გაგრძელდება ისე, როგორც არის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი შევძლებთ აი მცირე აგურის დადებას იმაში, რომ საქართველო ცალსახად გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება ქვია. მე ვფიქრობ, აი ამ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის 35 წელია ხო დაახლოებით გასული, არასოდეს არ ვდგარ ვართ
არც ერთ 26 მაისს ისეთ მნიშვნელოვან გზაგასაყართან როგორთანაც გავართ დღეს. და მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ გარკვეული წილი პასუხისმგებლობა. ვოლტერის სიტყვებია მგონი, რომ დანაშაული ხშირად მოქმედებაში კი არა უმოქმედობაში არისო. ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა ვიყოთ უმოქმედო. გასაგებია მოქმედება, გასაგებია თქვენი ესე ვთქვათ მიზნები, თქვენი ინიციატივები და საკმაოდ საპატიო მისია აიღეთ თქვენ თავზე, რომ ხელი შეუწყოთ ახალი არჩევნების ჩატარებას, იბრძოლოთ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად, რომლებიც რეჟიმის ტყვეებად მოიხსენიებიან და მე მაინტერესებს ერთი რამ, იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ანუ, როდესაც არსებული ხელისუფლება ცდილობს საკმაოდ მკაცრი რეჟიმის, დიქტატურის დამყარებას, არის შეზღუდვები აბსოლუტურად ყველა სფეროში, ესე ვთქვათ, შემოუჭირეს ყველას და ყველაფერს ქამრები. აი ამ ფონზე, როცა ადამიანებს ელემენტარული ну როგორ თქვა თითთან გამოწვეული პრობლემების გამო სერიოზული ჯარიმებით აჯარიმებენ სისხლის სამართლის საქმეებს უხსნიან ამ ყველაფრის ფონზე რამდენად ეფექტურად შეძლებს იმუშაოს პლატფორმა ეს ჩვენ რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული გვაქვს და რა თქმა უნდა ხვდებით იმასაც რომ არათუ ესე ვთქვათ სტაგნაციის პერიოდში ვარ ძალიან საშიშ ეტაპზე შევდივართ ჩვენი საზოგადოება. იმასაც ვათვითცნობიერებთ რომ ჩვენ ყველა ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღების მიზნით უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადატანა, ამ ყველაფრის გადალახვა და ეს ყველაფერი იქნება შესაძლებელი ჩვენი ერთობით. თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდით დაუდგებით, თუ ჩვენ შევძლებთ რომ მოვახდინოთ ცვლილებები ლოკალურად ადგილობრივ დონეზე თუ ჩვენ შევძლებთ დავანახოთ და მე ვფიქრობ რომ ქართული ხალხმა გარკვეულწილად დაანახა სამოქალაქო აი საერთაშორისო საზოგადოებას რომ ჩვენ ეს ცვლილებები შეგვიძლია ჩვენ ვფიქრობ რომ ვერაფერი არ გვიდგება წინ გეთანხმებით აბსოლუტურად კი გეთანხმებით აბსოლუტურად რომ ძალიან რთულია ამ რეჟიმის და ამ კონკრეტული ნაბიჯების პირობებში, რასაც ჩვენი ხელისუფლება უკვე დეკლარირებულად ახორციელებს, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ მზად ვართ იმისათვის. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის, რასაც ხელისუფლება შეეცდება რომ დაგვიდგოს. ყრილობა თუ ჩატარდა თუ აწეიგებნება ყრილობის ჩატარება. ჩატარდა რამდენიმე თვის წინ დავითობას 8 მაისს 8 თებერვალს თბილისში ჩატარდა ყრილობა, სადაც ოფიციალურად შეუდგა მუშაობას საზოგადოებრივი ასამბლეა და 22 ინტერეს ჯგუფი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. ერთი ხელმძღვანელი ყავს ყველას საქართველოს მასშტაბით არსებულ ამ ორგანიზაციას პლატფორმას თუ დიახ, ამ პლატფორმას ცენტრალური ოფისი უწევს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას და რაც შეეხება უშუალოდ ასამბლეის სახით რეგიონულმა ასამბლეებმა ეხლა დავიწყეთ ჩამოყალიბება ჯერჯერობით მხოლოდ 3 ქალაქის ასამბლეა არის შექმნილი ეს არის მცხეთის ქუთაისის და ხონის ასამბლეები რომლებიც უკვე კონკრეტული ვის ხმას გააჟღერებს ეს ასამბლეა მოქმედებას აი ამაში არის სწორედ აი ამ პლატფორმის ხიბლი და ამ პლატფორმის ძალიან დიდი მიზიდულობა რომ ნებისმიერ მოქალაქეს აი თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გარკვეულწილად თავისი ხმა გააჟღეროს ასამბლეაში ასამბლეას შეუძლია კონკრეტულ ქალაქების პრობლემების მოგვარების მიზნით კონკრეტული ინიციატივები დააყენოს ცენტრალურ ოფისში და გარკვეულწილად უკვე ეს იქნება არაერთი რომელიმე კონკრეტული ქალაქის ძალისხმევა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ძალიან დიდი ერთობის ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაღაცა 4000 ადამიანამდე არის გაერთიანებული საქართველოს მასშტაბით აი ამ ასამბლეაში და ვფიქრობ რომ ეს პლატფორმა მისცემს სწორედ რიგით მოქალაქეებს მეტი ჩართულობისას, მეტ მოტივაციას მისცემს მოქალაქეებს, რომ თვითონ შეძლონ კონკრეტული ცვლილებების განხორციელება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. აი ეს პლატფორმა სწორედ არის დაფუძნებული საზოგადოების ჩართულობაზე. ჩვენ რა თქმა უნდა იგნორირებას არ ვაკეთებთ და გარკვეულწილად ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ საზოგადოებრივი ასამბლეა ეს არ არის, აი ცალსახად მინდა რომ თქვა, ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტია.
ეს არის საზოგადოების ერთობა, ეს პლატფორმა აერთიანებს რიგით მოქალაქეებს, საზოგადოების რიგით წევრებს. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს და მაინტერესებს თქვენი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყანა, ესე ვთქვათ, გადავიდა ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ეს გარკვეული ნაწილი საკმაოდ ბევრი ვარ, გონია რომ დემოკრატიული რელსებიდან გადავედით და როგორი იქნება დროთა განმავლობაში ალბათ ყველაფერი შეიცვლება და ისევ დავუბრუნდებით დემოკრატიის რელსებს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამ გზაზე ისევ დაბრუნება, რამდენად რთული იქნება, რამდენად რთული პროცესები იქნება გასავლელი? ეს ყველაფერი არის თვითონ ჩვენზე, საზოგადოებაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ თავრების პირობებში წარმოუდგენელი არის ისევ დემოკრატიის რელსებზე დაბრუნება, თუმცა არ ვკარგავთ იმედს და არა მარტო არ ვკარგავთ იმედს, არ ვჩერდებით. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი თანამოაზრეების გვერდით დგომით, ჩვენი მოქალაქეების აქტიური მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, რომ უბრალოდ კანონზომიერება არის ეს, რომ აი ამ გარკვეულწილად არც ისე მცირე პერიოდი, ხო 12 წლის შემდგომ საქართველოს შეძლოს ახალი მთავრობის, ეს იქნება კოალიციური მთავრობა თუ სხვა ფორმით მთავრობა, ახალი მთავრობის პირობებში ნელ-ნელა დაუბრუნდეს უკვე დემოკრატიულ რელსებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინიციატივა გექნებათ და მე მაინტერესებს ხომ არ გაქვთ დანომრილი, აი თქვათ პირველი ინიციატივა. კი, პირველი ინიციატივა დღეს უკვე გავაჟღერეთ, აი ამ დაფუძნებაზე. ქუთაისისთვის რა უნდა იყოს ქუთაისის საპარლამენტო ასამბლეისთვის, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. რაც ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის ხელახალი აღიარება. ჩვენ ესეთი ფორმით გავაჟღერეთ დღეს ჩვენი პირველი ინიციატივა, ხელმოწერებიც გაკეთდა ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში თვითონ საპარლამენტო საზოგადოებრივი ასამბლეის ქუთაისის წევრების მიერ და ჩვენ აი ამ ინიციატივას წარმოადგენთ უშუალოდ საზოგადოებრივი ასამბლეის ცენტრალურ ოფისში. რომ მთლიანად საზოგადოებრივი ასამბლეის მთელი საქართველოს მასშტაბის პოზიცია იყოს და მხარდაჭერა იყოს ეს რომ ქუთაისმა დაიბრუნოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. რამდენად გაქვთ იმედი? რა თქმა უნდა გვაქვს იმედი და იმასაც ვფიქრობთ რომ თუ დღეს არ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და თუ გარკვეული ნაბიჯები დღეს არ გადავდგით ეს იდეა თვითონ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის ასე ვთქვათ არსებობის იდეა თანდათანობით მეორე ხარისხოვნად ხდება. ამავე დროს იმასაც ვათვითცნობიერებთ რომ ამ მთავრობის პირობებში რა თქმა უნდა ჩვენ არა გვაქვს იმედი რომ ეს ცვლილებები მოხდება, თუმცა აი ეს ცვლილების მოხდენის პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ვათვითცნობიერებთ იმასაც რომ მომავალი ხელისუფლებისთვის რა თქმა უნდა უკვე უნდა იყოს ცალსახა პოზიცია არა მხოლოდ ქუთაისელების. ეს ალბათ იქნება მთლიანად რეგიონების მოქალაქეების აზრიც, ინიციატივაც, мотиваციაც რომ ქუთაისი გახდეს საპარლამენტო დედაქალაქი, რომ მომდევნო ხელისუფლებამ იცოდეს რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ეს ნიშნავს რეგიონების განვითარებას, არა მხოლოდ ქუთაისის, მთელი დასავლეთის რეგიონის განვითარებას. ეს ნიშნავს რეგიონებისათვის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ეს ნიშნავს ყველაზე მთავარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს ქუთაისიდან მოქალაქეების მასიური გადინების პროცესი. როგორც იცით, მე-4 ადგილზე გადავედით, მე-2 ადგილიდან ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის კიდევ კატასტროფულად იზრდება მიგრაციის ტენდენციაც მიდის ხო იქეთ რომ აი ყოველდღიურად მეტი და მეტი მოქალაქე ტოვებს სამწუხაროდ ქუთაის და არა მარტო ქუთაის საქართველოს მასშტაბითაც მსგავსი სიტუაცია არის და ამიტომ აი ნახეთ ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი რა თქმა უნდა ნიშნავს ქუთაისი ისევ გახდეს იმედის, მომავლის, პერსპექტივის ქალაქი, თავისი ძლიერი ეკონომიკური ასით და ვფიქრობ რომ ქუთაისი არა მარტო საპარლამენტო უნივერსიტეტო ქალაქთან ერთად ძალიან მნიშვნელოვნად შეითავსებს ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსს და ფუნქციას და ის დამოკიდებულება რაც ხელისუფლებას აქვს არა მარტო ქუთაისის მიმართ, ზოგადად რეგიონების მიმართ აშკარად ჩანს იმ შენობის
თვალსაჩინო, ესე ვთქვათ, მაგალითიდან, რომელსაც ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს პარლამენტის შენობა ქვია და რომელიც არის იავარქმნილი, მიტოვებული, რამდენჯერაც არ უნდა გაიაროთ მსხვილფეხარ ქოსანის საქონლის ძოვების პროცესს დაინახავთ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა რაიმეზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად აი ამ იდეას მივიყვანთ ბოლომდე და არ უკარგავთ იმის იმედს, რომ აუცილებლად გახდება ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქი და მეცაც ვიტყვი, მე ვარ ამავე დროს პარალელურად საზოგადოებრივი მოძრაობა დატოვე პარლამენტი ქუთაისში წევრი, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ შეიქმნა დაფუძნების დღიდან და ვარ ამ პარტიის წევრი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენ აი სახელიც კი არ შევცვალეთ. დატოვე პარლამენტი ქუთაისში, რომელიც მანამდე ვიდრე პარლამენტს გადაიტანდნენ საინიციატივო ჯგუფის ფორმით ჰქონდათ, ჩვენ არ შევცვალეთ ამ ეს სახელწოდება. დღემდე ამ სახელწოდებით ვარსებობთ, ფუნქციონირებთ და დრო გამოშვებით ჩვენ გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ სწორედ იმისათვის, რომ ეს იდეა ისევ იყოს ცოცხალი და ოდესმე ალბათ ასრულდეს კიდეც აი ეს ჩვენი სწრაფვა. ვიდრე დაგემშვიდობებით, მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა თქვენთან როგორც ასოცირებულ პროფესორთან. თქვენ უკითხავთ ლექციებს სტუდენტებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. როგორია ამ ბავშვების ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება, როგორია მათი განცდები, როგორ აღიქვამენ იმ პროცესს, რომ შესაძლოა ღმერთმა ნუქნას და ღმერთმა დაგვიფაროს ერთ მშვენიერ დღეს ევროპულ ღირებულებებს საბოლოოდ დავემშვიდობებთ და აღმოჩნდეთ თქვათ რუსეთის მეგობარი. როგორ აღიქვამენ ამ პროცესს? მინდა გითხრათ, რომ საოცარი თაობა მოდის და ეს ალბათ მარტის აქციებმაც მერე შემდგომ უკვე ამ რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა აი ამ პროცესმა, რაც ახლა დღემდე გრძელდება, განსაკუთრებით პირველ თვეებში ძალიან აშკარად დაგვანახა. რა თქმა უნდა, ახლა ლექციაზე ჩვენ სტუდენტებთან ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ სააუდიტორიო სივრცის გარდა ჩვენ გვაქვს ბევრი ისეთი ადგილი, ბევრი ისეთი პლატფორმა შეხვედრა, სადაც ჩემი სტუდენტების მოსაზრებები ხმამაღლა მესმის და უფიქსირებიათ და მე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ზოგადად ახალგაზრდები, აი მაინც სხვა არის ეს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, მაინც სხვა თავისუფლების სხვა ხარისხით არსებობენ, განსხვავებით თუნდაც ჩემი თაობისგან, რომელმაც მართალია კომკავშირს ვეღარ მოვესწარი, მაგრამ ისეთი აქტიური პიონერი რაზმეული საბჭოს თავმჯდომარე. და რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა აისახება აი ამ თაობის თავისუფლების, თაობის გამოხატვის ხარისხზე და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ისინი იქნებიან ის მთავარი ღერძი, მთავარი როლი, რომლებიც სწორედ აი ამ ცვლილებებს მოვახდენთ ერთად და აუცილებლად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება გაცილებით უფრო იმედიანი. მიუხედავად იმისა, იმასაც ვათვიცნობთ, რომ ეხლა ამ ეტაპზე ვართ საკმაოდ საშიშ ფაზაში შესული. მაგრამ იცით რა, ამ პერიოდში, აი როდესაც ეხლა მე ვხსნი მაგალითად კლიმატის ცვლილებას უნივერსიტეტში, ხო, აქ მომყავს ხოლმე, როცა გლობალურ დათბობაზე ვსაუბრობ, მომყავს ხოლმე მუხარშული ბაყაყის სინდრომი. რაც ნიშნავს რას, რომ აი ჩვეულებრივად ეს არის ესეთი ცნობილი ფაქტი, ბაყაყს, რომელსაც სიბრწყალში ათავსებენ და შემოდგამენ, ესე ვთქვათ, ცეცხლზე, თანდათანობით ტემპერატურის მომატებისას ბაყაყი ვერ გრძნობს რა ხდება მის თავს და ისე მოიხარშება, რომ აი პატარა პროტესტის გრძნობაც კი არ გაუჩნდება. მოიხარშება, უბრალოდ იყო და არა იყო რა. მაშინ როდესაც ცხელ წყალში მოათავსებთ ბაყაყს, ის მომენტალურად მყისიერად ამოხტება, გამომდინარე იქედან, რომ მისი რეცეპტორები დაახლოებით საზოგადოების ნაწილი ასეა დღეს. სამწუხაროდ მე პარალელს ვავლებ სწორედ იმასთან, რომ დღეს სამწუხაროდ აი ამ 12 წლის განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვითონაც შეიძლება დღემდე ვერ ათვიცნობიერებს, რამდენად საშიშ ფაზაში შევედით, რამდენად დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს ხვალინდელ დღეს და რამდენად
ჩვენი შვილების წინაშე თუნდაც ჩვენ არ ვიქნებით მართალი თუ ჩვენ მყისიერად არ მოვახდენთ რაღაც გარკვეულ ცვლილებას თუ ჩვენ არ შევეცდებით მაინც რომ შევცვალოთ ჩვენი ხვალინდელი დღე და ეს ჩვენი სიგნება ჩვენი ერთად დგომით ჯეფერსონის ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები არის რომ იცოდეთ და მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენი გადაწყვეტილება რომ გაიმარჯვოთ ყველაზე მთავარია და ყველა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია ჩვენ დიახ უნდა ვიცოდეთ და უნდა გვახსოვდეს და უნდა გვჯეროდეს რომ ჩვენ თუ ესე ერთად დავდგებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ უბრალოდ კანონზომიერება არის ის რომ აი ამ პერიოდის შემდეგ ჩვენ შევძლოთ და ისევ დემოკრატიულ რელსებზე დავბრუნდეთ გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვილოცავთ ტელემაყურებელს დამოუკიდებლობის დღეს მადლობა რომ გვიყურეთ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ასოცირებული პროფესორი და სამოქალაქო აქტივისტი მაკა ხეცურიანი დაგემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე ნახვამდის